მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო. დღეს მინდა გავაგრძელო საუბარი სამხრეთ კორეული კომპანია ატომის შესახებ. მე ამ კომპანიის შესახებ, ასე ვთქვათ, პირველ ნაწილად ჩავწერე უკვე ვიდეო, საკმაოდ მოკლე ვიდეოა და ეხლა მინდა გავაგრძელო აი ეს აზრი, რაც იქ დავიწყე, მაინც რა შესაძლებლობები გვაქვს კომპანია ატომში და კიდევ ერთხელ გადავალო თვალი რა არის კომპანია ატომი. ეხ მე უკვე გავმარტე ვილაპარაკე კომპანიის შესახებ, აღარ გავმეორდები, ერთადერთი ვიტყვი, რომ ეს გახლავთ გლობალური ინტერნეტ მაღაზია, რომელიც შეიქმნა 2009 წელს კორეაში და ძალიან დიდი წარმატებით მუშაობს მთელს მსოფლიოში. გლობალური არის იმიტომ, რომ მუშაობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებში. შესულია უკვე მსოფლიოს 20 ქვეყანაში და დაწყებულია წინასწარი რეგისტრაციები ევროპასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და აი ევროპაში მოვიაზრებით ჩვენც საქართველოს ჩვენთან დაწყებულია წინასწარი რეგისტრაცია და იმედია რომ ძალიან მალე შემოვა ჩვენთანაც ოფიციალურად და მე ახლა გეტყვით რას ნიშნავს კომპანიის შემოსვლა ოფიციალურად. ჯერ ერთი კომპანია, როდესაც შემოდის საქართველოს საერთოდ ქვეყანაში ოფიციალურად და კომპანია ატომი ყველა ქვეყანაში ოფიციალურად შედის და ოფიციალურად ფუძნდება იმ ქვეყანაში, როდესაც შემოვა კომპანია ჩვენთან ოფიციალურად, ჯერ ერთი შემოდის თავის საწესდებო კაპიტალით. შემდეგ ხსნის ოფისს საქართველოში, ხსნის საგანმანათლებლო ცენტრებს, ხსნის საწყობს, პროდუქციის საწყობს. გარდა ამისა, გვექნება ჩვენი საკუთარი საიტი. საიტი ყველა ქვეყანას აქვს თავისი საიტი, სადაც კი შესულია ამერიკას მაგალითად, ამერიკის საიტი არის აი ახლა მე გიჩვენებთ, მე წინაზე გიჩვენებდით ამას. ეს გახლავთ გლობალური საიტი, ჩვენი ატომის გლობალური საიტი და აი ეს გახლავთ სათაო ოფისი ზუსტად კორეაში და ეხლა მე გიჩვენებთ აი სხვადასხვა ქვეყანას აქვს სხვადასხვა საიტი. აი ნახეთ რამდენ ქვეყანაშია გახსნილი ოფიციალურად და აი თუ ნახავთ კორეაში არის ატომი KR. ხედავთ? აი ეს არის მისი კორეის საიტი. მე პირდაპირ შევყავარ უკვე კაბინეტში, რადგანაც my office დავაწყაპუნე, როგორც დაინახეთ, ხო? აჰა. დავშალე. არა. ეს დავშალოთ და აი ნახავთ. აი ესეთი გახლავთ კორეის საიტი. გაიხსნება. ეს გახლავთ კორეის საიტი. რუსეთის საიტია ru.atomi.ru. ამერიკის საიტი არის აი აგერ ამერიკაში თუ შეხვალთ ატომი US იგივეს გამიკეთებს ახლა. ანუ რადგანაც მე დაწყაპუნებული მაქვს ჩემ ოფისზე, მიხსნის ოფისში შესასვლელს და მე კი მინდა რომ თვითონ საიტი გაჩვენოთ. აი დავშლი და აი ნახეთ, ეს არის უკვე ამერიკული საიტი, ხედავთ? როგორ გავს ერთმანეთს. ეს ამერიკის საიტია, US, ხედავთ, ეს კორეის საიტია და ასე შემდეგ. ჩვენი იქნება ატომი G, რა თქმა უნდა, და იქნება ქართულ ენაზე. ყველა ქვეყანაში იმ ენაზე აქვს გახსნილი საიტი, რომელ ენაზეც საუბრობენ იმ ქვეყანაში. აი მაგალითად რომელია განსხვავება? აი იაპონია. პირველად შევიდე იაპონიაში რომ იცოდე და იაპონია ესეთი ქვეყანაა, უცხო კომპანიებს ასე ადვილად არ უშვებს თავის ქვეყანაში. მას თავისი კომპანიები აქვს, რომლებიც წარმატებით მუშაობენ და ადამიანები, იაპონელები აფასებენ თავის სამამულო პროდუქციას. აი ატომი ერთადერთია ალბათ საერთოდ სოფლიოში, რომელიც აი ესე ძალიან წარმატებულად მუშაობს იაპონიაში. აი ეს გახლავთ უკვე იაპონური საიტი, ხედავთ? ყველა ქვეყანაში აი ესე შედის JIP წერია, აი ესე იაპონურია, დიახ. ქართულად იქნება ატომი ის G, ხო? და იქნება ქართულ ენაზე.
აი ეს ნიშნავს მის შემოსვლას ოფიციალურად საქართველოში და არა მარტო ამას, საქმე იმაშია, რომ გარდა იმისა, რომ კომპანია არის კორეული, სამხრეთ კორეული და ყველასთვის ცნობილია სამხრეთ კორეის ხსენებაზე, მაშინვე წარმოგვიდგება თვალწინ ხარისხიანი საქონელი და მეთანხმებით. იმიტომ რომ კორეაში ყველაფერი ხარისხიანი გამოდის, იქ არის სახელმწიფო კონტროლი წარმოების ნებისმიერ ეტაპზე და არასოდეს არ გამოვა გაყალბებული პროდუქცია კორეადან. გარდა ამისა, რომ შემოვა ჩვენთან ხარისხიანი საქონელი, არაჩვეულებრივად ხარისხიანი საქონელი და ასევე წინა ვიდეოშიც მე ვილაპარაკე, რომ ეს ყველაფერი იქნება ხელმისაწვდომ ფასად. საქონელი იქნება უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ ხარისხის, ძალიან მაღალი ხარისხის და ფასები ექნება ხელმისაწვდომი. აი ესეთი წარმოდგენა გვაქვს ჩვენ, რომ საქართველოში შემოდის უვარგისი პროდუქცია და ყიდიან საშინელ ფასებად. გეთანხმებით, არის ასეთი რამ, შემოდის უვარგისი პროდუქცია და ყიდიან საშინელ ფასებად. ამიტომაც ატომს არ შეაქვს თავისი პროდუქცია არც მაღაზიებში, არც აფთიაქებში. ატომი თვითონ ყიდის, თვითონ არის გამყიდველი თავისი საქონლის და ამიტომ მისგან გაყალბება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. და ყველაზე მთავარი რაც მინდოდა მეთქვა, რას ნიშნავს კომპანიის შემოსვლა ოფიციალურად ჩვენთან, გარდა იმისა, რაც ჩამოვთვალე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვინც უკვე დავრეგისტრირდით კომპანიაში, ხო? ჩვენ ვითვლებით უკვე მის თანამშრომლებად, პარტნიორებად, ოფიციალურ პარტნიორებად და ჩვენ გვექნება ხელფასი გამომუშავება. თუ როგორ და რანაირად, ამაზე შემდეგ ვილაპარაკოთ და თუ მსურველები იქნებით, ამას აგიხსნით პერსონალურადაც, ვიდეოც მაქვს ჩაწერილი ბიზნესზე, ჩვენთან ამისთანა ძალიან დიდი გაჭირვების ქვეყანაში, ამხელა უმუშევრობის პირობებში, ეს რომ იტყვიან, არ ვიცი, ხსნა არის ჩვენი ქვეყნისთვის, აი ამ კომპანიის შემოსვლა. ვინ როგორ გაითავისებს, ვინ როგორ მიხვდება, ვის როგორ უღირს, ისე მიიღებს გადაწყვეტილებას და ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოთ კომპანია ატომში, იმუშაოთ კომპანია ატომში, გელოდებით და ველოდებით თქვენთან ერთად მის შემოსვლას და ასევე მუშაობას ამ კომპანიაში. ერთი სიტყვით უკვე გითხარით, ეს არის გლობალური ინტერნეტ მაღაზია და მისი საბაზისო პრინციპი არის აბსოლუტური ხარისხი და აბსოლუტური ფასი. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიის პოლიტიკა ისეთია, რომ სარეალიზაციოდ იღებს ყველაზე მაღალი ხარისხის საქონელს და აწესებს მისაღებ ფასს მასობრივი მომხმარებლებისთვის, არა ელიტისთვის. პროდუქცია ელიტურია, პროდუქცია უმაღლესია, მაგრამ ფასები არის მისაღები მასობრივი მომხმარებლებისათვის. და აი ამ პროდუქციის გასავრცელებლად ის გამოიყენებს ქსელური მარკეტინგის პრინციპებს. ძალიან გთხოვთ განასხვავეთ ორი გამოთქმა: გავრცელება და გასაღება. ჩვენში დამკვიდრებულია ესეთი პრინციპი, ესეთი გამოთქმა. რადგან კომპანია ქსელურია, უნდა გავასაღო. არა ბატონო, აქ არაფერი გასასაღებელი არ არის. აქ არის გასავრცელებელი. აქ არის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც თუ გამოიყენებთ, თუ მიიღებთ, ისე შეგაყვარებთ თავს, რომ სხვა უკვე აღარაფერი აღარასოდეს აღარ მოგინდებათ. დიახ, ეხლა გავაგრძელებ მაინც საუბარს, მაინც რა შესაძლებლობები არის ატომში და შემდეგ კიდევ დავუბრუნდეთ ამ თემას. დიახ, უკვე გელაპარაკეთ რომ ეს გახლავთ სამხრეთ კორეული კომპანია, რომ ეს გახლავთ გლობალური ინტერნეტ მაღაზია და რომ ავრცელებს უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვან პროდუქციას და იყენებს ინტერნეტ მაღაზიის და ქსელური მარკეტინგის შესაძლებლობებს. თქვენ ყველას კარგად მოგიხსენებათ, რომ დღეისათვის ვაჭრობა ინტერნეტში გადადის, ხო? თან მით უმეტეს დღევანდელი პანდემიის პირობებში ეს უფრო აქტუალური გახდა.
მსხვილი ინტერნეტ პლატფორმების საქონელბრუნვები იზრდება და $3 ტრილიონ მიუახლოვდა. მაგრამ და თან ინფორმაციული ტექნოლოგიები ვითარდება და აი ეს ინფორმაციული ტექნოლოგიები არის საქონლის პოპულარიზაციის ყველაზე პერსპექტიული გზა. ამიტომ ატომმა პროდუქციის მიწოდების გზად აი ზუსტად ინტერნეტი აირჩია. და რა განაპირობებს ატომის უპირატესობას? ეს გახლავთ ხანგრძლივობა დროში, ეს ხანგრძლივია, მუშაობს, შემოსავლიანია, საკმაოდ შემოსავლიანი, საიმედო კომპანია და არანაირი რისკები ამ კომპანიაში არ არსებობს. შემოსავლიანობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ გასულ წელს მისმა საქონელბრუნვამ შეადგინა $1,300,000,000. ამის მიღწევა არ შეუძლიათ აი 40 და 50 წლიანი ისტორიების მქონე კომპანიებს, რომლებიც 50 წელია ვაჭრობენ. მათ ვერ მიაღწიეს ასეთ მოკლე დროში 10-11 წელი ძალიან მოკლე დროით ითვლება მილიარდიანი საქონელბრუნვისათვის და მით უმეტეს $1,500,000,000-მდე იყო უკვე საქონელბრუნვა. დიახ, წარმატებით მუშაობს, როგორც გითხარით, უკვე 2009 წლიდან და თავისი ფილიალები გახსნილი აქვს 18 ქვეყანაში, უკვე დაემატა კიდევ 2 ქვეყანა და 2020 წელს დაგეგმილია გაიხსნას თურქეთი, ვიეტნამი, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ევროპა და უახლოვდება თავის მიზანს გახდეს გლობალური გამანაწილებელი ცენტრი. დიახ, როგორც უკვე გითხარით, $1,3 მილიარდი შეადგინა გასულ წელს და ამ წელს გაცილებით მეტი იქნება და დარეგისტრირებულთა რიცხვმა უკვე 24 მილიონს გადააჭარბა. ოფიციალურად დარეგისტრირებულთა რიცხვმა 24 მილიონს გადააჭარბა და აი ამ რაოდენობაში არის ჩვენი ქართველების მოკრძალებული წვლილიც. დაახლოებით 4,000 ადამიანი საქართველოდან უკვე დარეგისტრირებულები ვართ ამ კომპანიაში. მას აქვს ბიზნესის გამზადებული მოდელი, საკუთარი ინტერნეტ მაღაზია, უმაღლესი ხარისხის ყოველდღიური მომხმარებლის საქონლით შევსება ამ მაღაზიების, მასთან დაკავშირებული საგადასახადო სისტემა, როდესაც ჩვენ ვყიდულობთ საქონელს კომპანიისგან, პირდაპირ ჩვენი ბარათებით, ჩვენი ბანკის ბარათებიდან იხსნება ფული და აი ესე ვიხდით, უკვე დაკავშირებული აქვს ეს ყველაფერი. პროდუქცია არის საკურიერო მომსახურება, პროდუქცია მიიტანება და აწყობილია ძალიან ეს კარგად ეს საქმე და გარდა ამისა, შემოსავლების ყოველკვირეულად მიღება ყოველი კვირის სამშაბათობით ისინი, ვინც განსაკუთრებულად კარგად მუშაობენ ამ კომპანიაში, განსაკუთრებულად გამოიჩენენ თავს, აი ყოველი კვირის სამშაბათს ისინი იღებენ ხელფას მთელი კვირის ნამუშევარს და კომპანია მზადაა, რომ ყოველდღიურად გადაუხადოს $1,000-მდე. ნუ ეს არ მოგეჩვენოთ ეს ძალიან დიდ და უზარმაზარ რიცხვად. $1,000 ეს აღებული არის უკვე საკმაოდ მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანებისათვის და აი აქ კომპანიაში გამომუშავება ხდება ყოველდღიურად. ოღონდ კვირის ხელფას იძლევიან ყოველ კვირას მეორე შემდეგი კვირის სამშაბათს და ანგარიშების შემდეგ. შემოსავალი შეუზღუდავია. უზარმაზარ შემოსავალი და მე არ მინდა ეხლა მათ, ვინც პირველად ეცნობა ატომს, ვისაც პირველად ექნება შეხება ატომთან, მე არ მინდა უცებ დაფრთხეთ და გეგონოთ, რომ მე რაღაც ზღაპრებს ვყვევი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ აი ჩემი სპონსორები, რომლებიც ზემოთ არიან ჩემს ზემოთ, უკვე იღებენ $20,000, $30,000, $50,000 და მეც ყოველთვიურად. ეს არ არის ზღაპარი, ეს არ არის მოგონილი ამბავი, ეს არის ძალიან სასიამოვნო რეალობა. დიახ. და რატომ არის ახლა ატომში მყინვარების მოზიდვა ძალიან იოლი? იმიტომ რომ მას აქვს კონცეფცია, როგორც უკვე გითხარით, უმაღლესი ხარისხი, ხელმისაწვდომ ფასად. აი ეს რომ ავიღოთ ჩვენ ატომის ნებისმიერი პროდუქტი, ხო? ნებისმიერი, აი თუნდაც მალამო სახის, ხო? და შევადაროთ მისივე ხარისხის პროდუქციასთან. ანუ აი
საფრანგეთი ხო განთქმულია რა კოსმეტიკით. აი მის საფრანგეთის დონეზეა. აქვე მინდა გითხრათ, რომ საფრანგეთის პროდუქციას უმრავლესობას ამზადებს კოლმარი, არის ასეთი კომპანია, არ ვიცი ზოგ შეიძლება გაგიგონიათ, ზოგს მას შეიძლება დღეს პირველად გაიგოს, იგივე კოლმარი, ოღონდ კოლმარ კორია ამზადებს ამ ჩვენ საქონელს. და კიდევ მთავარი მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროდუქცია მზადება კორეაში და არა რომელიმე ისეთ ქვეყანაში, სადაც იაფი მუშახელი უჯდება და არა ბატონო, პროდუქცია მზადდება კოლმარში. ქარხანა კოლმარი არის სეულში და ჩვენი პროდუქცია იქ მზადდება. დიახ, და თუ შევადარებთ აი სხვა ბრენდის პროდუქციას ხარისხით ანალოგიურს, არა? ყოველთვის კონკურენტების პროდუქციაზე უფრო იაფია ჩვენი პროდუქცია. შემდეგ ეხლა მინდა გელაპარაკოთ აი ამ ადამიანის შესახებ. ეს გახლავთ ჩვენი პრეზიდენტი ბატონი პაკ ხანგილი, რომელიც გახლავთ ეკონომიკის დოქტორი, ძალიან ჭკვიანი პიროვნება, უჭკვიანესი, რომელმაც აი ეს კომპანია ესე წამოიყვანა და ამხელა გზაზე გამოიყვანა და სადაც ყველა ატომელი არაჩვეულებრივად გრძნობს თავს, დიახ, მან აი ერთხელ თქვა, რომ როდესაც მე ვხვდებიო სოფლიოში, დადის და ეძებს საუკეთესო პროდუქციას, დიახ, და მიდის წარმოებელთან მოელაპარაკება მას, რომ ეს პროდუქცია გაიყიდოს ატომის ქსელში. იხდის მთლიანი დღირებულებას პროდუქციისას, დანამატსაც უხდის ქეში ფულით, მთლიანად და შემდეგ ამას აწარმოებს თავისთან. ანუ ყიდულობს წარმოებას, არა? და ამიტომაც უჯდება უფრო იაფი. და ამიტომაც აქვს მას ის ხშირად ამბობს, მეუბნებიან რატო ვყიდი ასე იაფათო. ზის ანგარიშობს ყველაზე მინიმალურ ფასს ადგეს და იმ ფასად გამოაქვს გასაყიდად. და აი ამიტომაც არის წარმოუდგენლად დაბალი ფასები პრემიუმ და ლუქს კლასის პროდუქციაზე. აი ეს გახლავთ კომპანიის პროდუქცია, როგორც უკვე ითხარით, პრემიუმ კლასისა და რა ფილოსოფია აქვს კომპანიას. კომპანიის ფილოსოფია მასტიჯია, ესეთი შემოკლებული სახელი მოუძებნა. მას ნიშნავს ყველასთვის საჭიროს, მასობრივს არა, პრესტიჟს, უმაღლესი ხარისხის. აი ეს პროდუქცია აქვს კომპანიას, ეს არის ჯანმრთელობისთვის პროდუქცია, არის დეკორატიული კოსმეტიკა, არის მოვლის და ჰიგიენური საშუალებები, ყველანაირი მოვლის საშუალებები, კვების პროდუქტები სახლისათვის, პროდუქცია სახლისათვის, ჭურჭელი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და კიდევ ვიმეორებ, ეს ყველაფერი გახლავთ უმაღლესი ხარისხის. აი ასეთია ჩვენი კოსმეტიკა, საოცარი კოსმეტიკა, მინდა გითხრათ, ჩვენ საქართველოში უკვე ძალიან ბევრმა გამოსცადა, ძალიან ბევრი ხმარობს ამ კოსმეტიკას და ყველა აღფრთოვანებულია ამ პროდუქციით. აი ეს გახლავთ ეს ოჯახის საჭიროებისთვის არაცხი, ფხვნილები, ჭერჭლის არაცხები და ამ შემდეგ საოცარი ქვაბები, სამედიცინო ფოლადით დამზადებული, რისგანაც მზადდება ეს სკალპელები, იმით მზადდება ეს ქვაბები, ხუთდონიანი, აი ეს უბრალო სარეცხის ღრუბლებიც, ის ჭურჭლის სარეცხის ღრუბლები არის სასწაული. ანტიბაქტერიული შრი აქვს შიგნით და არასოდეს არ მაპატიეთ და სუნი არ ეცემა მას. როგორც აი ვთქვათ, ყველაზე საუკეთესო, ხო, ვილი და ითვლება დღეს, ხო, ყველაზე საუკეთესო საშუალებებშიც კი არ არის ასეთი შესანიშნავი შედეგი. და აი ეს როგორც გითხარით, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აგერ ლოგინის საუკეთესო ორთოპედიული ბალიშები აქვს, ორთოპედიული ლებები და ყველაფერი აქვს საუკეთესო ერთი სიტყვით. შემდეგ კომპანია ატომში არის ლუქს და პრემიუმ კლასის 1000-ზე მეტი დასახელების საქონელი და პირველივე გამოყენებისთანავე ამ პროდუქციას შეიყვარეთ. მე ამას ეს გახლავთ ის სერტიფიკატები, რაც აქვს მიღებული, აი კომპანიის პროდუქციას, თითქმის ყველა პროდუქტს აქვს სერტიფიკატები მიღებული და აი ზუსტად არის ყოველდღიური მოთხოვნილებების პროდუქციის ინტერნეტ მაღაზია. მოიხმარეთ პროდუქცია, გაუწიეთ რეკომენდაცია თქვენს ახლობლებს, გარშემომყოფებს, ნათესავებს და თქვენ შეგიძლიათ გახვიდეთ
მუდმივად მზარდ შემოსავლებზე. ეს იმ შემთხვევაში, თუ მოისურვებთ ატომში ბიზნესის გაკეთებას. ატომი ისეთი შემოსავლებით უზრუნველყოფთ, ისეთი ცხოვრებით, რომელზეც ალბათ არც კი გიოცნებიათ. რეგისტრაცია არის უფასო სრულიად და არც აუცილებელი შესყიდვებია ატომში და არც არანაირი გადასახადები. გამზადებული ბიზნეს მოდელია. და აი ზუსტად ამ თავისი ბიზნეს მოდელით, ამ თავისი ბიზნესით ატომი მარკეტინგის ახალ ისტორიას წერს. დიდი გეგმები აქვს კომპანიას და 100 წლის გეგმა წინასწარ გაწერილი აქვს უკვე კომპანიას. და ეხლა მე თქვენ გეტყვით რა უპირატესობები აქვს კომპანიას მსგავს კომპანიებთან შედარებით. უამრავი კომპანია მუშაობს საქართველოში, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, თითოეულმა მსმენელმა, იმიტომ რომ ყველას გაგიგონიათ ეს, ხო, წინაზე ვახსენე, უნდა გავასაღო, აი რო ასაღებენ, აი ეს კომპანიები ალბათ გაგიგონიათ და რა უპირატესობები აქვს ჩვენ კომპანიას. ჯერ ერთი, იმ კომპანიებში რეგისტრაციები უფასო არ არის. ყველგან არ არის საკურველია, ზოგადად და აქვთ უფასო რეგისტრაცია, მაგრამ საერთოდ როგორც წესი, რეგისტრაცია ფასიანია. ჩვენთან არის აბსოლუტურად უფასო რეგისტრაცია. შემდეგ არის გადასახადები, იქ საიტის მოხმარებაზეა გადასახადი, იქ ყოველწლიური რაღაც გადასახადია. შეიძლება ძალიან დიდი გადასახადი არ არის, მაგრამ მაინც არის სხვა კომპანიებში. აქ არანაირი გადასახადი არ არსებობს. გარდა ამისა, სხვა კომპანიებში აუცილებელია ეგრეთ წოდებული სასტარტო პაკეტების შეძენა. თქვენ სრულუფლებიანი წევრი, პარტნიორი ხდებით კომპანიისა იმ შემთხვევაში, თუ შეიძენთ სასტარტო პაკეტებს და შემდეგ ეს პაკეტები ალბათ მართლა გასაღებელი გექნებათ, მაგრამ აქ ესეთი რამე არ არის. თქვენ არანაირივად არ ხართ ვალდებული შეიძინოთ პროდუქცია იმისათვის, რომ გახდეთ ატომის წევრი. დარეგისტრირდით უფასოდ, იყავით ატომის წევრი და როცა გენდომებათ, მაშინ შეიძენთ პროდუქციას. შეიძენთ, როცა გინდათ, რამდენიც გინდათ. და სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, ისევ ვიშველებ ამ სიტყვას ყოველთვის სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ მერწმუნეთ, მე ძალიან ბევრ კომპანიასთან მქონია ურთიერთობა და ვიცი ეს, რომ სხვა კომპანიებში ყოველთვიურად ვალდებული ხართ შეიძინოთ პროდუქცია. აქ ატომში ასეთი რამე არ არის. კიდევ ვიმეორებთ, ყიდულობთ, რასაც გინდათ, როცა გინდათ და რამდენსაც გინდათ. შემდეგ აქ მუშაობს ეგრეთ წოდებული დაგროვებითი სისტემა. აი სხვა კომპანიებში ქულები ინახება თვიდან თვემდე. მეორე თვეში ყველა ქულა დამწვარია და იწყებთ დაგროვებას თავიდან. აი აქ დაგროვილი ქულები არ იწვება და ყოველ ახალ შენაძენზე ემატება და ემატება და ემატება. და ეხლა მე აქ არ მიწერია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არც ერთ კომპანიას არ აქვს ასეთი რამ, რომ აი ეს ქულები, დაგროვილი ქულები რაღაც რაოდენობას რომ მიაღწევს, შემდეგ უკვე შეგიძლიათ საერთოდაც თქვენთვის აღარაფერი აღარ იყიდოთ, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ მოითმენთ რომ არ იყიდოთ, მაგრამ იყიდით თქვენ შვილებზე, შვილიშვილებზე და ასე შემდეგ, ვიზედაც გინდათ. თქვენ უკვე კომპანია აღარ გავალდებულებთ შეძენას არაფრისას. და შემდეგ ის რომ მოხმარების საქონლის, უმაღლეს ხარისხის საქონლის უზარმაზარი ასორტიმენტი, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. შემდეგ რომ არ გჭირდებათ არანაირად პროდუქციის გაყიდვა, როგორც უკვე გითხარით, ყიდის კომპანია და არა თქვენ. თქვენ მხოლოდ თქვენთვის ყიდულობთ, რაც გინდათ და როცა გინდათ და მხოლოდ ის, რაც გჭირდება. და ყველაზე მთავარი, თქვენ გენიჭებათ უნიკალური ნომერი, ასე ვთქვათ, რეგისტრაციის შემდეგ ID ქვია იმასაც, ამ ნომერს და აი თქვენი ID-ით შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში, წახვედით ხო ამერიკაში, ვთქვათ, შემთხვევით, შეიძლება სამუშაო, შეიძლება შემთხვევით მოხვდით ამერიკაში და უცებ მოგინდათ რაღაცა, სულ გაგითავდათ, კბილის პასტა გაგითავდათ, ვთქვათ და აუცილებლად გინდათ იყიდოთ, ხო? კი ბატონო, ამერიკაში შეგიძლიათ იყიდოთ, იმით შეხვიდეთ თქვენი ID-ით კაბინეტში, ამერიკის კაბინეტში, იქიდან გამოიწეროთ და მოგიტანენ. ვთქვათ, მოხვდით რომელიმე სხვა ქვეყანაში, ვთქვათ, თურქეთში, რა, როცა გაიხსნება.
და უცებ გინდათ რაღაც ჯაგრისი დაგეკარგათ ან გაგიფუჭოთ და გინდათ ჯაგრისი ხო სასწრაფოდ. კი ბატონო, გამოიწერეთ, შედით თურქეთის საიტზე, გამოიწერეთ და მოიხმარეთ, მიიღებთ ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედებს თქვენი ID. ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. დიახ, ეხლა ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რა არის საჭირო იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ კომპანია ატომში. კომპანია ატომში იმისათვის, რომ დარეგისტრირდეთ კომპანია ატომში, აუცილებელია იმ ადამიანს გადასცეთ თქვენი მონაცემები, ვინც თქვენ ამ კომპანიის შესახებ გაგაგებინებთ, ვინც თქვენ მოგიყვებათ ამ კომპანიის შესახებ, ვინც თქვენ მოგიწევთ ამ კომპანიაში, მას უნდა გადასცეთ თქვენი მონაცემები, ან და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, საიდან ადრე არ იყო შესაძლებელი, აუცილებლად სპონსორს უნდა დაერეგისტრირებინა. ეხლა უკვე თქვენ გაქვთ ამის შესაძლებლობა, ეს გახლავთ გლობალური საიტი ატომის, აი აქ გახლავთ, აი აქ რომ დააწყაპუნებთ, გამოვადა, აი აქ არის რეგისტრაცია, მე ხარ რუსულად მაქვს გადაყვანილი, ინგლისურად ეწერება join და რომ დააწყაპუნებთ ამას, აი აქ უკვე გეკითხებათ, სად გინდათ დარეგისტრირება, ხედავთ რომ ყველა ქვეყანა წინა ვიდეოში მე ეს ყველაფერი ნაჩვენები მაქვს. და აი აქ მოძებნით საქართველოს, აი ასე, ну ინგლისურად ეწერება ჯორჯია, იმიტომ რომ ეხლანდელ ახალგაზრდებს რა საკვირველია ინგლისური ვარიანტი ურჩევნიათ, აქ ეწერება ჯორჯია და აი გადახვალთ საიტზე და დაიწყებთ დარეგისტრირებას. რეგისტრაციაზე მე ჩაწერილი მაქვს ვიდეოები, იოლზე იოლია, გადადიხართ და ავსებთ თქვენს მონაცემებს, თუ რა მონაცემებს, მე უკვე აი აქ წარმოგიდგინეთ, თქვენი სახელი და გვარი ლათინური ასოებით, როგორც ID ბარათში ან პასპორტში გიწერიათ, თქვენი სახელი და გვარი ქართული ასოებით, იმიტომ რომ შემდეგ გვერდზე გადასვლისას აუცილებლად უნდა შეავსოთ ქართული ასოებითაც, როგორც ID ბარათში და პასპორტში გიწერიათ, ხშირად განსხვავებულია, იცით, ესე გირჩევთ, რომ თუ არ ნახავთ ადამიანის ID ბარათს, ისე არ დაიწყოთ მისი რეგისტრაცია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ინგლისურად და ქართულად სახელი და გვარი განსხვავებულია. და ამიტომ უნდა ან ამოიწეროთ, ან იქონიოთ მისი ასლი, ან რაღაცნაირად უნდა მოახერხოთ, რომ ზუსტად არ შეგეშალოთ. ზუსტი დაბადების თარიღი, როგორც ID ბარათში ან პასპორტში წერია. საქმე იმაშია, რომ აი ეს პირველი სამი მონაცემი თუ შეცდომა მოგივიდათ, არანაირად არ გასწორდება. პირველი სამი მონაცემის გასწორება შეუძლებელია. შემდეგი მონაცემები კი ბატონო, იმიტომ რომ მობილურის ნომერი შეგიძლია შეიცვალოთ, მისამართით შეიძლება ადამიანმა შეიცვალოს, იმეილით შეიძლება შეიცვალოს, ხო? ან დაებლოკა, ან ახალი გააკეთა. აი ეს სამი მონაცემი შეიძლება შეიცვალოს. თუ თქვათ შეცდომით დაწერეთ, შეხვალთ და გაასწორებთ თქვენ, არ არის არანაირი პრობლემა. და შემდეგ აუცილებელია ID ბარათის ან პასპორტის ნომერი. აი სურათის ქვეშ რომ წერია, პასპორტში გვერდზე წერია და აი სურათის ქვეშ რომ ნომერი წერია, ასოიანი ნომერი, აი ეს ნომერი უნდა ჩაიწეროს აუცილებლად. ატვირთვა საბუთისა საჭირო არ არის, საბუთის ატვირთვა საჭირო გახდება რა საკვირველია, როდესაც თქვენ უკვე თუ მოისურვეთ მუშაობა, თუ გამოიმუშავებთ თანხებს, აუცილებლად დაგჭირდებათ ატვირთვა თქვენი საბუთისას და აი საბუთი და აი ეს ნომერი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. ამიტომ გირჩევთ, არ მოგივიდეთ შეცდომა, ზუსტად გადაწერეთ და ზუსტად ხელფას ვერ აიღებთ, ასე ვთქვათ. და რაც ყველაზე მთავარია, იმ ადამიანმა, ვინც მოგიწვიათ, უნდა გადმოგცეთ თქვენ ID ნომერი იმ პარტნიორისა, ვის ქვეშაც უნდა დაჯდეთ რეგისტრაციის შემდეგ. თქვენ თუ გესოდინებათ, აი, ჩემი ID ნომერი, ხო? ეხლა გაჩვენებთ. ეს გახლავთ ჩემი ID ნომერი. ნებისმიერ ქვეყანაში, თუ გინდათ ამერიკაში, ნახეთ, ამერიკაში შევალ თუ გინდათ. ამერიკის საიტზე, მე ხო გითხარით, ყველა ქვეყანაში მოქმედებს თქვენი ID მეთქი, თუ გინდათ შევალთ ამერიკაში. აი, ესეთი გახლავთ ID ნომერი, ჩემი ID ნომერი. ჩემი ID ნომრით რომ დარეგისტრირდეთ, თქვათ, ხო? სისტემა არ გაგიშვებთ, იმიტომ რომ გეტყვით, რომ მე უკვე არ მაქვს ადგილი დასარეგისტრირებელი. რატომ? ადგილი როგორ არა მაქვს? თუ გინდათ მილიონი დარეგისტრირდეს, მაგრამ ჩემს ქვემოთ მხოლოდ 2 ადგილია და ის 2 ადგილი ძალიან დიდი ხანია უკვე მეორე 2 წელია თითქმის დაკავებულია. ანუ აქ მოქმედებს
ბინარული სისტემა, ბინარია, თქვენს ქვემოთ შეგიძლიათ მხოლოდ 2 ადამიანი დაარეგისტრიროთ. შემდეგ ის 2 არეგისტრირებს 2-ს, შემდეგ ის 2 2-ს და ასე შემდეგ და ესე იზრდება ქსელი. ეს, რა თქმა უნდა, უკეთეს და ესეთ ვარიანტში, მაგრამ როგორც წესი ესე არ ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მერე თავს იკავებს და აღარ მუშაობს, არ მოყავს არავინ, არ არეგისტრირებს არავინ, სამაგიეროდ თქვენ არ ჩერდებით, მოვყავთ, იწვევთ და ზუსტად ისინი სადნა წაიყვანოთ, ხო? აი უკვე დარეგისტრირებულების ქვეშ უნდა დაარეგისტრიროთ. ამიტომ გითხარით, რომ აუცილებელია გადმოგცეთ სპონსორმა, მან ვინც მოგიწვიათ, ის ID ნომერი ატომში, რომლის ქვეშაც უნდა დაჯდეთ, იმიტომ რომ რაღაცას მოგიწევთ ქვეშ დაჯდომა, ხო? ამან არ შეგაშინოთ, ეხლა მე ვახსენე სიტყვა ქვეშ, ეს არაფერს არ ნიშნავს. საქმე იმაშია, რომ კომპანია იხდის უსასრულობიდანაც, არასოდეს არ არის გვიან, ნებისმიერ დროს, სადაც არ უნდა მოხვდეთ, თქვენ გაქვთ თქვენი სტრუქტურა. და თქვენს ქვემოთ ვინც კი დაჯდება, ეს იქნება თქვენი მოწვეული თუ თქვენი სპონსორის მოწვეული თუ თქვენი მოწვეულის მოწვეული, აბსოლუტურად ყველა თქვენია და ყველასგან ერთნაირად ამოგდით. ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ. ეხლა მაინც გაუგებარი იქნება თქვენთვის ერთადერთი რაც შეიძლება თქვენ დაიმახსოვროთ და დამერწმუნოთ, რომ კომპანია იხდის ძალიან კარგად. მისვამენ კითხვას, თქვენ რამდენს იღებთო? მე არაფერს არ ვიღებ. ვიდრე კომპანია არ შემოვა ოფიციალურად, არც ერთი კაპიკის გადახდა არ ხდება. იმიტომ რომ კომპანიის შემოსვლის მერე ის გახსნის ბანკში ანგარიშს და ამის მერე უკვე ჩვენ შეგვეძლება იქიდან ხელფასის მიღება. დღეისათვის მე ვმუშაობ უფასოდ, აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოდ ვამზადებ ნიადაგს მის შემოსასვლელად და როდესაც კომპანია შემოვა, აი მერე იქნება ძალიან დიდი გამომუშავებები და ამიტომ გირჩევთ თქვენ ყველას მოასწარით, დარეგისტრირდით, აუცილებლად მოემზადეთ კომპანიის შემოსვლისათვის, რადგან კომპანია რომ შემოვა, უამრავი ხალხი მოაწყდება სარეგისტრაციოდ, როდესაც გაიგებენ, რომ აი ესე კარგად იხდიან, ასეთი კარგი პროდუქციას კიდევ ვიმეორებ, პროდუქციის გასაღება საჭირო არ არის, პროდუქცია იყიდება და არასაღდება, ვინც გასინჯა დამეთანხმება ამაში, რომ პროდუქციას ყიდულობთ და არ ვასაღებთ. ყიდულობთ ჩვენთვის და აი ამისათვის, რადგანაც თქვენ მოიწვიეთ ის ადამიანი, ვინც ის იყიდა რა, ამისათვის კომპანია გაჯილდოებთ საკმაოდ სოლიდური თანხებით. თუ არ გსურთ ბიზნესის კეთება, კი ბატონო, ატომი გაძლევს შესაძლებლობას შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის საქონელი ხელმისაწვდომ ფასად. თქვენ მაღაზიაში მაინც ყიდულობთ რა საჭირო ნივთებს, არ ჯობია შეიძინოთ ხარისხიანი საქონელი ატომში. კბილის პასტას და კბილებს ხო ყველა იხეხავს არა? ხელებს ხო ყველა იბანს, ხელის დასაბანი, სახეს ყველა უვლის თითქმის არა? კოსმეტიკას ყველა ყიდულობს, განსაკუთრებით ახალგაზრდები არა? არ ჯობია იყიდოთ ხარისხიანი საქონელი ატომში. აი მის ფილოსოფია, კომპანია ატომის ფილოსოფია, მისცეს ხალხს ის, რაც მათ შეუყვარდებათ. ყველა პროდუქცია, რაც იყიდება ატომში, აბსოლუტურად ყველა იმსახურებს სიყვარულს, სულ ყველაფერი შეგიყვარდებათ და კომპანია ამაში დარწმუნებულია, რომ ყიდის საუკეთესო ხარისხის პროდუქციას და ყიდის საუკეთესო პროდუქტებს. თუ ადამიანმა შეიყვარა პროდუქტი, მაშინ ის არასოდეს დათმობს მას. აი დიახ, ჩემი რამდენიმე პარტნიორი იმასაც ამბობს, რომ მე უკვე მეორე წელია ვიხეხავ ამათი კბილის პასტითო და არც არასოდეს სხვა პასტას არ გავეკარებიო, იმდენად შეუყვარდათ უკვე, ხო? და ეს ადამიანი ისევ და ისევ იძენს იმ პროდუქციას. მერწმუნეთ, თუ პროდუქცია უვარგისია, მეორედ ადამიანი იმ პროდუქციას არ შეიძენს. ხო სწორია? თქვენ რაღაცა იყიდეთ, არ მოგეწონათ რა, წახვალ და კიდევ იყიდით? არასაკვირველია არ იყიდით, სხვას მოძებნით უკეთეს, ხო სწორია? მაგრამ როდესაც ატომის პროდუქციას გასინჯავთ, თქვენ უკვე სხვისკენ აღარ გაიხედავთ. იმისთან ისეთი პროდუქცია აქვს ატომს. და ეს ყველაფერი მარტივზე მარტივია. გიყვართ პროდუქტი და შეიძინეთ მხოლოდ ის, რაც გიყვართ და რაც გჭირდება და სხვა მეტი არაფერი. მხოლოდ საკუთარი თავისთვის და მხოლოდ ის, რაც მოგწონთ.
ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს კომპანიის ზრდას გლობალურ ბაზარზე, მსოფლიო ბაზარზე რა. დაიწყეთ უმარტივესით. შეიძინეთ საკუთარი თავისთვის, მაგალითად, კბილის პასტა და ჯაგრესი და ნახეთ რა მშვენიერია. მართლა სასწაულია. კბილები იწმინდება და ბრწყინავს. არ ჩნდება ნადებები, ჩერდება სისხლდე ნაღრძილებიდან, ხალასი სუნთქვა მთელი დღე, ფორთოხლის და პიტნის სასიამოვნო გემო ამოდის პირიდან. ერთი სიამოვნება. შეიყვარეთ ატომის პროდუქცია და მერე გადაწყვიტეთ, გააკეთოთ ბიზნესი ატომში თუ უბრალოდ იყოთ მომხმარებელი. იყიდოთ ის, რაც თქვენ სიხარულს მოგანიჭებთ. გასაგებია რა? მე მგონი უკვე გასაგებად გითხარით ყველაფერი, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, დარეგისტრირდით ატომში, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ, იმიტომ რომ აქ არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ, აქ არის ის, რაც თქვენს ოჯახს ჭირდებათ, და აქ არის ის გამომუშავება, რაც ასე ჭირდება ჩვენს ქართველობას, სადაც ესეთი გავრცელებული უმუშევრობაა და ჯერ კიდევ სად ვართ. ყველაფერი იხურება, ყველაფერი იკეტება. ატომი არასოდეს არ დაიკეტება. ატომი იმუშავებს ინტერნეტში და ყოველთვის იმუშავებს და გადახდით ყოველთვის ზუსტად დათქმულ დროს იხდის ფულს და საკმაოდ არაქიანათაც. ასე რომ გიწვევთ ყველას ატომში, მობრძანდით, დაუჯერეთ მას, ვინც ამის შესახებ თქვენ ინფორმაციას მოგაწვდით და ხო, მართლა მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი პოვნა ინტერნეტში არ არის რთული, რასაკვირველია ეოლად მიპოვნით და შემეკითხეთ რაც გინდათ, ყველა საკითხზე გაგცემთ პასუხს და კიდევ Facebook-ზე შექმნილი გვაქვს ჯგუფი, რომელსაც ქვია ატომი ჯორჯია, გიჩვენებთ ახლა, აი ესეთი ჯგუფია, ატომი ჯორჯია, შემობრძანდით ჩვენთან, მოითხოვეთ დარეგისტრირება. ჯგუფი დახურულია და ალბათ უნდა გაგისაუბროთ, ვიდრე დაგამატებთ ჯგუფში. ითხოვეთ გაწევრიანება და მე შევხედავ და აუცილებლად მითხარით, აუცილებლად დამიკავშირდით მერე პირადში, რომ მე შემდეგ თქვენ გაგაცნოთ ამ პირობები. მე დაგამატებთ ამ ჯგუფში დევს ყველანაირი ინფორმაცია, არის ყველანაირი ანოტაცია, რაც კი რამეს აწარმოებს კი არა და უშვებს კომპანია ატომი და ყველას წარმატებებს გისურვებთ. მინდა დაგემშვიდობოთ და ბოლოს კიდევ ერთხელ ხოვოთ, დარეგისტრირდით კომპანიაში. არაფერს არ კარგავთ, აბსოლუტურად არაფერს არ იღდით. არის კომპანია